მადლობა. მე დღეს გამოვდივარ ლიტერატურულ ჟურნალ ხელეურის სახელითაც. აი ამ ჟურნალში, ამ ნომერში, ეს არის მეორე ნომერი, 2012 წლის გამოქვეყნებულია 2 წერილი გოდერძი ჩოხელზე და სოფია ჯაფარიძის წყინვალე გამოკვლევა მაგიური მთიელი და მინდა ეს ჟურნალი გადავცე ნინო ზედელაშვილს, რომელიც ყველაფერს აგროვებს გოდერძისა და გოდერძის შესახებ. მე ვარ გოდერძი ჩოხელი, ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანი. დავიბადე საქართველოს მთაში, გუდამაყრის ხეობაში. ჩემს სოფელს ჩოხი ჰქვია, ჩემს სალოცავს ჩოხის წმინდა გიორგი. გუდამაყრის ხეობაში შავი არაგვი მოდის. ჩემს სულშიც მოდის ხშირად შავი არაგვი, ოღონდ არა ბოროტად, კეთილად მოედინება. ვარ კინორეჟისორი, მწერალი, მიყვარს ჩემი სამშობლო. ამჟამად ცხოვრობ თბილისში, მყავს მეუღლე ნინო და 2 ვაჟი, ლუკა და ნიკა. მინდა კიდევ დიდხანს ვიცოცხლო, ოღონდ აზრიანად, საქმიანად და არა ისე, როგორც ამჟამად, როცა ყველა გზა ჩაკეტილია. აი ასეთია ჩემი ბიოგრაფია. ეს ნაწყვეტი ნინო ზედელაშვილის ამშვენიერი ახალი წიგნიდანაა. ამ წიგნმა თითქოს გოდერძი ჩოხელის მაგიური მთიულის სულში ჩაიხედა და შეეცადა აეხსნა, რატომ იყო მისი ყველა გზა ჩაკეტილი და რატომ შეეცადა ის საბედისწერო ნაბიჯი გადაედგა. ამას ნინო ზედელაშვილზე უკეთ ვინ გააკეთებდა? ნინო იყო გოდერძის დარდისა და სიხარულის, იუმორისა და ცრემლის შემგროვებელი. თითქოს მის მაჯისცემას გრძნობდა. ასეც ვფიქრობ, განგების ნება თუ იყო, რომ ეს წიგნი გამოცემულიყო. წიგნი, რომელშიც ნინოსეულის სულის მღელვარება და სიყვარული გამფენინა. ეს წიგნი სწორედად სიყვარულით უნდა დაბადებულიყო და გოდერძის წინასწარმეტყველებად დანაბარები გაემართლებინა. ყვავილს მოგიტანთ საიქიოდან, მოვიტან ღმერთის ლამაზ სიმღერებს და თვითონ ღმერთის ლამაზ იმედს მოვიტან. ასეთ სიტყვებს უბრალოდ არ ამბობენ. როდესაც ლუკას სახარებას უჩვენებდნენ საპატრიარქოში, უწმინდესისა და უნეტარესის, ულამაზესი და უჭკვიანესი ძაღლი შვიდად იწვა თურმე მისი სავარძლის ქვეშ, მაგრამ სკოლის დირექტორი რომ სახარებას ართმევს პატარა ლუკას, რომელსაც გოდერძი ჩოხელის ვაჟი ლუკა ასრულებს, იმ ადგილას ძაღლი გაგიჟებულა, ყეფით მივარდნია ეკრას და დირექტორის დაგლეჯა მოუნდომებია. პირველად ეს ამბავი უბრალოდ ამთხოვად მიუჩნევიათ, მაგრამ როცა ამ კადრის განმეორებითი ჩვენებისას იგივე განმეორებულა, ყველა ერთნაირად გაოცებულა. სწორედ ამ და სხვა მსგავსი ამბების გამო მიიჩნევენ სასულიერო პირები, რომ გოდერძი ჩოხელი ღვთისადმი მიძღვნილი, ღვთისდამი შეწირული მწერალი იყო და მისი შემოქმედება უფლისადმი მიძღვნილი მსახურების ერთგვარ ფორმას წარმოადგენდა. ჩვენი საყვარელი მწერალი გურამ დოჩანაშვილი აი ამ წიგნში ამბობს. გოდერძი ძალიან განიცდიდა ქვეყნის მდგომარეობას, თავის მოკლა რომ სცადა, მაშინ ღმერთმა გადაარჩინა. მისთვის საშინელება იყო ფილმებს რომ ვერ იღებდა. მისი პროზა და კინემატოგრაფი ჩვენთვის ღვთის წყალობაა. ჩოხიდან რამხელა ბედნიერება მოგვევლინა. ის ჩემთვის და მომავალი თაობებისთვის ყოველთვის ცოცხალი იქნება. ძალიან მინდა ჩვენს დღევანდელ მთავრობას უთხრა, ხელი შეუწყონ შემოქმედებს რომ ადრეულ ასაკში არ მოკვდნენ. გოდერძიმ ბოლოს თავისი წიგნი გამომიგზავნა, სადაც წერს: ბატონო გურამ, იცი როგორ მიყვარხარო? ბოლოს ეს სიტყვები დამიტოვა, მაგას შემოევლოს ჩემი თავი. ხოლო უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ამბობს: მე კარგად ვიცნობდი ბატონ გოდერძის, მგონია მასთან შეხვედრები, საუბრები და ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ თითქოს მთელი ქვეყნის დარდს ატარებდა იგი მხრებით, გონებით, გულით. მე მყავდა ერთი ნათესავი, პოეტი იყო, შალვერდი ყუდუშაური, სულ ახალგაზრდა გარდაიცვალა. მან იცოდა ამ სიტყვების გამეორება. მე არ მაშინებს დასჭა, მაშინებს დარდი მხოლოდ. გოდერძი ამ დარდმა მოკლა. ეს იყო დარდი ქვეყანისა და ზიყანისა. ეს იყო დარდი ყოველ სამშობლოში უსამშობლოობისა, ჰარმონია დარღვეული საქართველოსი. სადაც წარსულს, აწყოსა და მომავალს შორის ჯაჭვია გამწყდარი და ქართველი მარტო დღევანდელობით ცხოვრობს. ეს იყო დარდი ნაწილიანი კაცისა, თავის მოთხრობაში ჩაჩას სახით რომ გვევლინება, ჩაჩასი, რომელსაც ღამღამობით ბეჭი უნათდებოდა და რომელიც ცისა და მიწის შესაყარ მთასთან ხოსრო კლდეზე ავიდა დარდებით სავსე გუდით და იქიდან გადმოფრენილი დარდებით მდინარემ წაიღო. გამახსენდა რამდენიმე წლის წინ ქალბატონმა ეთერ თათარაიძემ მიამბო 17 წლის თუშის ქალ აღათოზე, რომელმაც ალაზანში დაიხჩო თავი.
აღათო დიდ სიყვარულს შეეწირა და მას ყელი თეთრი მზიანი ჰქონია. სინათლეს ასხივებდაო ამბობდნენ თვითმხილველები. ნაწილიანებს თურმე დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერიათ. მათ უნდა შეასრულონ თავისი მისია და შემდეგ ცას წავიდნენ. გოდერძის ღმერთი აძლევდა სასიცოცხლე ძალებს. ექიმებს უკვირდათ, ბევრჯერ იყო სიკვდილის მდგომარეობაში და თითქოს რაღაც ძალა უკანაგდებდა ამ სიკვდილს. გმადლობ ნინომ, რომ ასეთი მართალი, ლამაზი და გოდერძივით იმედიანი წიგნი გვისახსოვრე. ეს წიგნი ძალიან დაეხმარება გოდერძი ჩოხელის შემოქმედებით დაინტერესებულ მკვლევარებს და მომავალ თაობას. რაღაცას ველი კიდევ, რაღაცის იმედი მაქვს. რაღაცა გაგრძელდება, აუცილებლად გაგრძელდება თუნდაც სიცოცხლე და გაგრძელდა ამ წიგნი თუნდაც იმიტომ, რომ ბევრი რამ ზეცაში უჩვენოდ წყდება, იმიტომაც, რომ შეიკრას ის მაგიური ჯაჭვი საქართველო და წარსულისა და აწყოს ხსოვნა, ძლიერი და ლამაზი მომავალი შვას. მე არ შემიძლია ისე გამომთავრო ჩემი გამოსვლა, ერთი ლექსი მაქვს გოდერძი ჩოხელზე, რომელსაც ყოველთვის ვკითხულობ, გათენება ჩოხში. ეს გათენება ჩოხში ჩემს საქართველოს იხსნის, ვით ანგელოსის კვალი, იშვა ცრემლიდან სხივი, ენატრებოდა სივრცე ცვარდანამული რომ თრთის, სულ მაშას თხოვა ზეცას და მოიყვანა თოვლი, სულ დაეძებდა სიკვდილს ყველგან თასა თუ ბარში, არ გაიმეტა ზეცამ თვითკვლელად დიდი ბავშვი, ხოლო შეიცნო როცა მზისა და სიბრძნის არსი, სიცოცხლე ისეს წყურდავით ისუნთქვა ქარში, მაშინ ამალოდა ზეცა თეთრი ღრუბლების მირქმით, დედამ გაუთმო შუბლი, ჩუმ მეამბორე ნისლით, სევდად უმთია სული, ჟამგადამფრენი მერცხლის, ხა დედამიწავ შვილი, გულს დაცემული, ცრემლი. თამაშა იშმელაშვილს და ქალტონი ელდინოს საღარაძე მსახიობი. მე სანამ ელდინოს სიტყვას გადამობრძანეთ, სიტყვას გადაცემ ერთი სასიხარულო ამბავიც მინდა სიურპრიზად გითხრათ, რომ ელდინო ატარებს მეუღლის გვარს და საღარაძე კი არ არის. სინამდვილეში ესეც არის გოდამაყრელი და მთის ქალი, შაველი დედა. ხო და უფრო განსაკუთრებით შემოყვანდება დღეს დედით მშავე. ხო და ეხლა სასწავალას წაგვიკითხავს და მოემზადებიან ფასანავის და გოდამაყრის ბავშვები. ცოტა ახლოს და მაქვს პატივი, რომ წავიკითხო დღეს ჩემი უსაყვარლესი წერლის, აი ესევე ძალიან საყვარელი მოთხრობა. ცოტა უკან აი ეს დიდი მოთხრობა. ცასწავალ. მეტნაკლებად ყველას აქვს ცაში წასვლის სურვილი. პოეტები ვარსკვლავებს უმღერიან. ხეებით ცას შეღაღადებენ, დამშეული მგლებიც ცას შეხმუიან. ყველას აქვს ზეცაში ამაღლების სურვილი, იმათ შორის პატარა ცისფერთვალა ჩიტსაც, რომელსაც ცასწავალას ეძახიან. ცასწავალა ღობემძვრალაზე ოდნავ დიდი თუ იქნება, ძალიან პატარა ფრთები აქვს, ძალიან პატარა ნისკარტი. მე ის აყვავებულ თისფერდობზე გავიცა. ცხვარს ვედექი, ირგვლივ დაგუჩებული იყო ყოველივე, დახურებული მზეთ ზეცის სილურჯეში ლივლებდა და ისეთი ლურჯიცა იყო, თვალს ვერ მოწყვეტდი. თეთრად აყვავებულ კანკეშებში გულაღმა ვიწექი და ცაში წასვლაზე ვოცნებობდი. უცებ, ჩემ ქვემოთ, ერთი პატარა ჭრელი ჩიტი ამოფრინდა და ცაში აიჭრა. თან წკრიალა ხმით იძახდა, ცასწავალ, ცასწავალ, სიჩუმეში ისე დაირღა მისი ხმა, ყველა მას შესხეროდა. გუთნის ჩიტები, ბოლო ცეცხლები, ჩხიკვები, კლდის ქემზე შემომჯდარი ორბებიც კი. ცასწავალა ერთხანს იფრინა ასე და უცებ, ისევ დაბლა დაეშვა. მოდიოდა და ახლა იმას იძახდა, ტყუი, ტყუი, ტყუი. ჩამოვიდა და ბალახში გაუჩინარა. მერე რამდენჯერმე კიდევ აფრინდა ცაში, გაგულისებული ძახილით, ცასწავალ, 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 რაღაც ზღვარს მიაღწევდა, ღონე გამოელეოდა და ისევ ქვემოთ დაეშვებოდა, ტყუი, 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 ამით თითქოს თავს იმართლებდა. თავის უღონობას მალავდა, რათა სხვებს არ გაეღოთ, რომ ცაში წასვლა არ შეეძლო. ჯერ უთმინეს ფრთოსნებმა,
ეს ტყუილი. მერე კი ეთყობა საწყენად მიიღეს. ჩემს იგით კანკეშიან გორზე იწყეს შეკრება. მოვიდა ყველა ჯურის ფრინველი. ეთყობა რაღაც თავისებური უმავთობო ტელეფონები აქვს, თორე როგორ გააგებინეს ასე უცებ ერთმანეთს. მოდიოდნენ და მოდიოდნენ ათასნაირად ჩაცმულები. გორზე თემა გაყო. როცა ყველანი შეიკრიბნენ, რაღაც ითათბირეს და გაისუსნენ. ბალახებიდან ისევ ამოფრინდა ცასწავალა და ცაში აიჭრა. ცასწავალ, ყვიროდა ის მერე მიაღწია რაღაც ზღვარს და ქვემოთ დაეშვა. ტყუი. ის იყო ბალახებში უნდა ჩამალულიყო, რომ გორზე შეკრებულ ფრინველებს ორი მიმინო გამოეყო. ეცნენ ცასწავალას და გაკოჭეს. აღარ დააცავეს დამალვა. მიმინოებმა ცასწავალა გორზე შეკრებულ ფრთოსნებს მიგვარეს. იმად აირჩიეს მოსამართლე. დაიწყო სასამართლო. ნიჩვენად ახლოს მივიწია, რომ კარგად დავენახა რა მოხდებოდა. მოსამართლე ყვალმა თავისი ადგილი დაიკავა და დაიწყო. მოქალაქე ცასწავალა, თქვენ ბრალად გედებათ აქ შეკრებილი საზოგადოების მოთხოვება. მითხარით, ვინ აჩვენთ ცაში? არავინ. თქვა ზევდიანად ცასწავალა. როგორ თუ არავინ? მას ვისთან მიდიოდი? ისე. ცაში მინდოდა წასვლა. ვისთან? ვინ დაგპატიჟა? რა მიზეზით? არავის დაუპატიჟი ვარ, მაგრამ აქ გამორიცხულია მოქალაქე ცასწავალა. თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ აქ დამსწრე საზოგადოებას, განა შეიძლება ამდენი ტყუილი. მეტი საქმე არა გაქვს, რომ მთელი დღე გვატყუეთ ცასწავალ და მერე უცხვად იმეორეთ ტყუი, ვინ არის შენი მოსატყუებელი? უფროსების მაინც აქ წვენია? სახლში ვინ აკავს? არავინ. ობოლი ხარ? საბრალო ცასწავალამ და თავი მუხლებში ჩამოვა. საზოგადოების მოთხოვებისათვის ცასწავალას მიესაჯოს ერთი დღეღამით თავისუფლების აღკვეთა კანკეშის ღეროზე მიბმით. გამოიტანა მოსამართლემ განაჩენი. შემდეგ გაგრიხეს გრძელი მარსლები. ცასწავალა ფრთებითა და ფეხებით კანკეშის ღეროზე მიაბეს და საკრებულო ნელა დაიშალა. ყველაზე ბოლოს მოლაღური შემორჩა. მივიდა ცასწავალასთან, კარგახანს იდგა დაფიქრებული, მერე ცასახედა, ამოიოხრა და მოწყენილი გაბრინდა. ჩამოვარდა სიჩუმე. საწყალმა ცასწავალა ამაოდ ცადა მარსლების გაწყვეტა. მე ჯერ დავაპირი ამეშვა, მაგრამ მერე ვიფიქრებ, აი თუ ფრთოსნებმა მათი განაჩენის დარღვევა შეურაცხყოფად მიიღონ და ცასწავალას რაიმე დაუშაულ მეთქი, ისევ გაცლა ვამჯობინე. სხვარი ქვემოთ გავრეკე. დავტოვე ცასწავალა მარტო. მიწისა და ზეცის ამარა. მთელი ღამე არ მეცინა. მეშინოდა მელიას არ მიეგნო დაბმული ცასწავალასთვის. დილით ადრე გავრეკე მთისაკენ სხვარი. იმ ადგილას რომ მივედი, ჯერ ვერ დავინახე ცასწავალა. მერე კი ნახა ზედ შედეგი. ფოთლები ეფარა ზედ და ეცინა. ეთყობა მოლაღურმა დააბარა, რომ მელიას ვერ დაენახა. მართლაც რამდენიმე წუთში საიდანღაც მოვლინდა მოლაღური და ფოთლები მიმალ-მომალა, რომ ფრთოსნებს არ ენახათ. შუა დღემდე დაბმული იყო ცასწავალა. შუა დღისას ისევ შეიკრიბნა ფრთოსნები და ახსნეს. ჯერ უგონოდ დაეცა. ეთყობა ფრთები ედგინა. მოლაღურმა მის გარდე წყალოსწყალი მოარბენინა და მოასულიერა ცასწავალა. გაგვითავისუფლები ხარ, ცასწავალა. ოღონდ ერთი პირობით. მეტი აღარ მოიტყუო. უთხრა ბავმა. არა, აღარ მოვიტყუებ. პირობა მისცა ცასწავალა. წამოვიდნენ ფრთოსნები და ახლო-მახლო აყვავებულ ბალახებში ჩასხდნენ.
ცაზე მსუბუქად მოцურავდა ყვითელი მზე. ლურჯი, ძალიან ლურჯიცა, თითქოს თავის სიღრმეში სანავარდოდ იხმობდა ყველას. წასწავლა, კარგახანს იჯდა დაფიქრებული. მერე ეტყობა, მოსწყინდა ასე ყოფნა. ფრთები გაშალა და ცაში აიჭრა. ცასწავალ, იძახდა ცასწავალა და ისე მაღლა წავიდა, ოდნავ ჩანდა. გასცდა იმ ადგილს, სადაც ისიც ადრე მიდიოდა ხოლმე. უკანასკნელ ძალღონეს იკრებდა და ერთი სურვილით შეპყრობილი მიწაზე დარჩენილ ფთოსნებს ჩამოძახოდა. ცასწავალ, ყველანი მას შეხურებდნენ. ის წერტილივით ჩანდა. უკანასკნელი ამოსულ თქვისთვის ღაეყო ღონე და მსუბუქად და მდუმარედ ეშვებოდა. მერე ასევე მსუბუქად დაეცა თავის საყვარელ ბალახებში. საწყალით სასწავალა ფთოსნებმა იმ გორაკზე დაასაფლავეს, სადაც გუშინ სასამართლო მოუწყვეს. ყვავმა გრძელი სიტყვა წარმოდგა. მოლაღურმა ბევრი იტირა, სხვებიც ვიშვიშებდნენ, თავს აქეთივით აქნებდნენ, მერე დაიშალდნენ და დარჩა გორზე პატარა სასაფლაო. ეს ოდნავ ცისკენ ამოწეული მიწა. ზემოთ დარჩენილ თითქოს იმას მიანიშნებდა, რომ მის ქვეშ ცაში წასვლის სურვილით შეპყრობილი სასწავალა იწვა და ვინც კი ნახავდა, გულისწყდებოდა. ეს სურვილი ხომ მეტნაკლებად ყველას გვაქვს. ზოგი ვამშლავებთ, ზოგი გულში ვარხავთ სამუდამოდ. მადლობა ხალხონელდინოს და ეხლა გუდამაყრის ხეობიდან სხვადასხვა სოფლების სკოლები